კაი რაღაც სტატისტიკა ვნახე ახლა ეს თუ გადასვლაზე. ამ წუთას საქართველოს ყავს 10 ფეხბურთელი ევროპის ტოპ 5 ლიგაში. ხო ყავს? 10 ფეხბურთელია. 10 ფეხბურთელია. საზონოვიც ითვლება? ითვლება ახლა არის გუნდში ახლა და ასეთ სტატისტიკა ვნახე. ყველაზე მეტი იტალიაში ყავს? 3 ყავს იტალიაში, 3 ყავს საფრანგეთში. აი იტალიაში 3 ყავს. კი. ოგლიჩიძე, ლორდკიფაიძე, და საბა საზონოვი. 3 ყავს საფრანგეთში, კვარადაის 2 ბიჭი მეციდან, 2 ყავს გერმანიაში და თითო ყავს ინგლისში და ესპანეთში. აი ფეხბურთელების რაოდენობით როგორ ფიქრობთ საქართველოს მე რამდენი ადგილზეა? ტოპ 5 ლიგაში? ტოპ 5 ლიგაში ფეხბურთელების რაოდენობით ევროპაში? აი მსოფლიოს მასშტაბით. აი რას ფრანგებს ყავთ ამდენი, ბრაზილიას ამდენი, ქართველები, პუერტო-რიკოს ამდენი. ეს 10 ფეხბურთელი ხო სარეკორდო რაოდენობაა ქართველებისთვის, ხო 10 ფეხბურთელი ერთდროულად ტოპ 5 ლიგაში ამ ყოლია. ძალიან ბევრს ეყოლება. ვართ ამ მაჩვენებლით 53 ქვეყანა. ხო, არ მიწევს. სოფლიოში თუ ევროპაში? სოფლიოში ვართ 53 ქვეყანა. მათისა აპოფილ ვართ. 53 ხარ ხო მეტი რა გინდა ახლა ამ 200 ქვეყანაში. 200 ქვეყანაში. ხო, მაგრამ აი ახლა შენ ვინც ჩამოთვალე, მაკედან რამდენი თამაშობ? აი ეგ არის მეორე ძალიან კარგი კითხვა. არსებობს ასეთი სტატისტიკაც. 3. ხო, არა მარტო ის, რა ქვია, რამდენი ფეხბურთელი ყავს ამ ტოპ ლიგებში. არამედ ის სტატისტიკა არის, ეს ფეხბურთელები რამდენ წუთს თამაშობენ ჯამურად. და აი აქ ცოტა ცუდად აგვაქვს საქმე. აი მაგალითად რო ცოტა არა, კარგად ცუდად. აი მაგალითად გეტყვი ახლა აი ცალკე რო ავიღოთ სერია A. სერიაში ხო ყავს 3 ფეხბურთელი. სომხებს ყავთ 1 ფეხბურთელი. იმას უზომე. მაგრამ იმ 1 ფეხბურთელს ბევრად მეტი წუთები აქვს დაგროვებული სეზონში, ვიდრე 3 ქართველ ფეხბურთელს. ხო, ხითარიანი ხა ვარსკვლავია, კაცო. ხითარიანი ნაკრებში არა, ნუ აი. არა, ამ შემთხვევაში ფაქტად ავიღე ის, აი ილიამ კითხვა დასვა, ის რო და ის სწორი შენიშვნა ქონდა ილიას, რო ერთია რო გუნდში ხარ და მეორეა თამაშობ თუ არ თამაშობდა. აი მაგაზე გამახსენდა ზუსტად ხითარიანის ამბავი, რომ 3 ქართველ ფეხბურთელს უფრო ნაკლები წუთები აქვს სათამაშო, ვიდრე 1 მხითარიანს. ვინ თამაშობს? ყვარაცხელია, წიტაიშვილი, მიქაუტაძე და ბუდუ როცა ჯამთელად არის. და ბუდუ, ხო, ბუდუ, ნუ ჩავთვალოთ და ანგაძევებული არ არის. არა, თამაშობს. და გოჩოლეიშვილიც თამაშობს. ხო. ანუ საბოლოო ჯამში უყურე რო ავიღოთ, ხო? აი მაღალი კლასის ფეხბურთელები, აი ამ მაჩვენებლითაც ტოპ 5 ლიგაში რამდენი ყავს, დიდად დასაკვეხნი ამბავიც არ აქვს რა. ხო, არა, მაგ ხრივ, არა. სხვათა შორის აი ეს ბოლო პერიოდი. ჟორჟი, არ გვეთვლი. ჟორჟი როგორ არ აქვს? თქვი 5. ხო და ეს ანუ რის თქმა მინდა, აი მაგალითად ყველაზე კარგად აი ნაკრებში წარმოაჩინეს თავი იმ ბიჭებმა, რომლებიც აი იქ კი არ არიან აი შეიძლება თქვი ხა სერიას, გუნდებში, სკამზეროზიან და აი მაგალითად კიტეიშვილი რო შტურმში, აი ესეთი მაგალითები რა. როგორ მოადგნენ აი თავიანთი დონის გუნდებში რო არიან, თავიანთი დონის იმაში, თუნდაც არ იყოს გრანდი და სათამაშო პრაქტიკა თავის ადგილას არის. თავის ადგილასაა ფეხბურთელი. ეხლა მოდით რა, ალალად შეეტყო ქოჩორაშვილსაც უთამაშებდა, რომ ნაკრებშიც ეტყობოდა უკვე რა. რა თქმა უნდა. ხო. ხო, ეგ არის. რა, ეს ჰოლანდია არა ტოპ 5, მაგრამ ნუ მე-6 ხო არის. აი მაგალითად მე გეტყვი ამ სტატისტიკას, მე მგონი პორტუგალია. ამ სტატისტიკას განვავრცობ რა. მე-6 მეშვიდე. აი ამ ტოპ 5 ლიგაში, ნუ ბუნებრივია ყველაზე მეტი ფეხბურთელი უშუალოდ ამ 5 ქვეყნიდან არის, ხო? ბუნებრივია, ეს ლოგიკურია. პირველია ყველაზე მეტი ფეხბურთელი არის ესპანელი და ტოპ 5-დან ყველაზე ნაკლებია ინგლისელი, არ გაგვიკვირდება. იმიტომ რომ პრემიერ ლიგაში ყველაზე ეს არის, რა ქვია, მეტი ლეგიონერი თამაშობს და ამის შემდეგ უკვე აი ჩასულები ფეხბურთელები რო ვიანგარიშოთ ამ ტოპ 5 ლიგაში, აი ყველაზე მეტი არის ბრაზილიელი, არ არის გასაკვირი 85 ბრაზილიელი თამაშობს ტოპ 5 ლიგაში და მერე მოდიან არგენტინა და ჰოლანდია. თითოეულს ყავს 70-ზე მეტი ფეხბურთელი ყავს ჰოლანდიელსაც და არგენტინასაც ამ ტოპ 5 ლიგაში. ბრაზილიელები ფეხბურთელები პირველ ადგილზე არიან ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლების მიხედვით. იქნებიან ევროპის ქვეყანა კი არ არის, ბრაზილიაა პირველ ადგილზე. ხო. თან ძალიან დიდი უპირატესობით. მეორეზეა საფრანგეთი და ძალიან მაგრა უსწრებენ. 3 წელი მინიმუმ 4 წელი ვერ დაეწერა. ნუ ბრაზილია არის 200 მილიონიანი ქვეყანა, სადაც 100 მილიონი ფეხბურთელია. ხო, არა, ევროპაში ხო შეიძლება რომ მაგალითად ფრანგს უფრო. თან მე ის არის თვითონ ბრაზილიელი ჟღერს.
რა თქმა უნდა. აი სოფლიო ბრენდია. ბრაზილიელი რო ხარ უკვე ბრენდია. აქ არ მოყვას ბუდუ მეგ ისტორია. ბრაზილიელიც არ იყო ის ბიჭი, დანიელი იყო. აი მაინც უკან ჩამაჩოჩესო ორივე მე უფრო არ შემელო იქ 10-იანზე თამაში, იმას უფრო შეეძლო, მაგრამ არა შენ დადგები 10-იანზე და 10-იანზე ბუდუს რა უნდა ეთამაშა ახლა. გიორგი, ეს სერბეთი და ხორვატეთი რომელი მასია? მაგ ჩამოვა. ასე ახლა ზეპირად ამდენ ხوار გახსოვს. არა, ამდენს საინტერესოა. მე მაინც საინტერესო ფაქტს გეტყვი, მაგალითად დავინტერესდი თურქეთით დავინტერესდი. აი იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წელიწად ნახევარში საქართველოს და თურქეთი სამჯერ შეხვდით ერთმანეთს. სამივე იყო უპრინციპულესი, უმნიშვნელოვანესი მატჩი და სამივეში მოგვიგო. თან ისე მოგვიგო რა. კითხვები არ დაუტოვებია. და ამან დამაინტერესა, რომ აი ხო უნდა ვთქვათ, რომ რის ხარჯზე მოგვიგო. ეხლა მაგალითად ჩვენს გვითქვამს, რომ თურქებს მაგალითად არ ყავთ ამ წუთას კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი. მაგრამ საერთო დონე გაცილებით მაღალია ვიდრე საქართველოს. არა, ხა კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი არ ყავთ, მაგრამ ორი ძალიან მაგარი ყავთ. ხო, ამას ვამბობ, ანუ მთლიანი დონეა მაღალი. ეხლა ისეც არ არის, რომ ძალიან მაგრები არიან არდაგიული. მაგას ვიზახი, ზუსტად მაგას ვიზახი, რომ უყურე მთლიანი დონე ჩვენ ერთი ყავს გამორჩეული და იმათ ბევრი ყავთ ეს გამორჩეული მაღალი კლასის ფეხბურთელი და იგივე ახლა ამ სტატისტიკაზე რასაც ვლაპარაკობდი 20 ფეხბურთელი ყავს თურქეთს ტოპ 5 ლიგაში და ეს ბოლო თამაში რო ავიღოთ მაგალითად თურქეთის საქართველოს აი ეს 4 გოლი სადაც გაგვიტანეს გუნდების მიხედვით დავინტერესდი ამ ფეხბურთელების და ნახევარზია 6-5-ზია ნახევარი გუნდი თურქეთის ჩემპიონატიდან ყავდა ორი გუნდიდან გალათასარაიდან და 11 კაცი თუ გამარჯვეს 11 კაცი ვინც იყო სასტარტო შემადგენლობაში ნახევარი იყო აი ორი თურქული გუნდიდან ფენერბახჩე და გალათასარაი და მეორე ნახევარი იყო მარტო ამ ტოპ 5 ჩემპიონატი არა ეხლა ძალიან ძლიერი ნაკრები ყავთ ხება თვითონ მაგას ვამბობ ანუ უყურე 20 ფეხბურთელი ყავს იმაში ტოპ 5 ლიგაში და აქედან მარტო 5 ფეხბურთელი ჩათვალა საჭიროთ რომ გამოიყვანა ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ანუ როგორი კონკურენცია და რამდენად მაღალი კლასის ტიპები ყავს აი 200 მილიონია რა თურქეთის დიდი ქვეყანაა ხო და თურქეთი თან ახლა სხვა შემთხვევაში მაგრამ ეხლა ბოდის ვიხდი, მაგრამ მაგ ლოგიკით ჰოლანდია შენი ნახევარია. ხო. და 75 ფეხბურთელი ყავს ჰოლანდიას, ნიდერლანდებს იმ ტოპ ჩემპიონატში. მოსახლეობით არიან. არა, ეგ ამას. რამდენი არიან? ჰოლანდია ჩვენზე პატარა. არაფერი ტერიტორიით თორე მოსახლეობით. არაფერი ნახე ილი, არაფერი ისეთი. და კიდევ რა მინდოდა აი მე თქვა აი ნახე შენ იმას საუბარზე გეთანხმები და პლუს ეს ერთს დავამატებდი რა აქ გადაცემაში შეიძლება გითქვია დაიმტრევა სიტყვაზე კაკაბაძე იმაზე ვფიქრობთ მარჯვენა მცველი ნუ კაი ხა გოჩოლეიშვილმა დაიწყო მაგრამ ხო იყო აქამდე პრობლემა დაიმტრევა ეხა კაშია დაბერდა აუ ვინ დადგება იქ ეხა თურქებს მაგის პრობლემა აქვს აი შენ რასაც ამბობ, ყველაზე კარგი მაგალითი მაგისი არის ჩაკვე. უყურე, ვაიმე ფეხბურთელი 18 მილიონი არიან. ხო, კაი. ინგლისის მაგრამ 200 მილიონზე ბევრად ნაკრები. ხო, არა, მეც ეგრე ვიცოდი რომ მოსახლეობით ძალიან ბევრი. ხო და ჩაკვე, ხო და მით უმეტეს ვთაუბრობ ჩემპიონშიპის ფეხბურთელზე, ეგეც ხო, აი ზუსტად, ნახე ეს ჩაკვე როგორი რაღაცა. რო ამბობთ რომ ვაიმე ჩაკვე არ გვეყოლება და დაგვემტრა ეს როგორ აღიქმება, იცი რომ ეს ნიშნავს იმას, რომ აი გუშინ ვარჯიშზე დამემტრა და დღეს თამაშზე არ მეყოლება, მაგრამ 8 თვის წინ რო დაგემტრა ფეხბურთელი და 8 თვე რომ მისი შემცვლელი ვერ იპოვე, ესე იგი დიდი პრობლემა გაქვს. ძალიან დიდი პრობლემა. კი, აბა, მაგხრივ მე მგონი ამაზე საუბარიც არ არის. ჩვენ არ აყვავს კონკურენტული გარემო, კონკურენტული უნარიანი ნაკრები ვერ. ამ გადაცემაშიც ყველას ჩვენ სტატიებში დაგვიწერია, რომ საქართველოში არის სანაკრებო დონის ფეხბურთელების რაოდენობის პრობლემა. ხო, მაგია. არ არიან. ორჯერ ორია. და მაგით მოგვიგო თურქეთმა სამჯერვე მაგით მოგვიგო. მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ყველა შემთხვევაში მაპატიოს ყველამ და 11 კაცშიც კი ისეა რა. ვიღაც უკეთესი რო ყოფილიყო ქვეყანაში კარგი იქნებოდა რომელიმე მათგანზე. მართალია ჩვენ ყველანი მადლიერები ვართ იმ 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის და ვაკეთებთ და ვადიდებთ ამ ბიჭებს. და UEFA-საც? უეფასაც და იმასაც რა ქვია ერთა ლიგას